მე ვარ თომა გაგაბაძე და ვხემძღვადელობ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ახალგაზრდულ ორგანიზაციას ცვლილებებით თანაბარი უფლებებისათვის. ჩვენი ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აჭარის რეგიონში პერსონალური ასისტენტის სერვისი დანერგა. საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების დანერგვას პირველ ეტაპზე ჭირდება ადამიანთა ჯგუფის გადამზადება. სამწუხაროდ ასეთი ტიპის გადამზადების სერვისები საკმაოდ ძვირიჭდება. ხოლო შექმნილი ვითარება ამ რესურსების მობილიზებას ძალიან უშლის ხელს. პრაქტიკულად ქვეყანაში აღარ არსებობენ დონორები. მაკის უფასო პერსონალური ასისტენტის ტრენინგის წყალობით მხოლოდ ივლისის თვეში დაახლოებით 30-მდე პროფესიონალი გადავამზადეთ. და ამით ხელი შეუწყეთ აჭარის რეგიონში დამატებით კიდევ 2 მუნიციპალიტეტში დაგვენერგა სერვისი. აღნიშნული გადამზადების შედეგად ეხლა უკვე შეგვიძლია დამატებით 50 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აღმოუჩინოთ მხარდაჭერა. ეს ნიშნავს იმას, რომ მივცეთ მათ შესაძლებლობა უფრო მეტად დამოუკიდებლად და ღირსეულად იცხოვრონ. უფასო სწავლებისა და პროფესიული განვითარების შეთავაზებით მაკი ქმნის უმნიშვნელოვანეს კავშირს ახალი პროგრამების დანერგვასა და მათ ეფექტიან განხორციელებას შორის. მე ფიქრია ბარამიძე ვარ. 23 წლის ვიყავი, როცა მონაწილეობა მივიღე დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამაში, რომელსაც აფინანსებდა USAID და ახორციელებდა Mac Georgia. ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო სამწუხაროდ არ მომეცა საშუალება, რომ ჩამებარებინა უნივერსიტეტში და წლების განმავლობაში ვეძებდი სამსახურსა და სტაჟირებებს. მაგრამ უშედეგოდ. Mac Georgia-ს 6 თვიანი სწავლების შემდეგ მე და ჩემმა გუნდმა 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ერთად დავაფუძნეთ ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი. ხოლო იმის ცოდნა, რომ მე ამ ცენტრის ხელმძღვანელი ვარ, უდიდესი მოტივაცია და ძალაა, რაც რეალურად ძლიერ ქალად მაგზნობინებს თავს, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობები. მე გახლავართ ვეკო წულაძე 2017 წელს დავრეგისტრირდი პირველ მშობელთა ეროვნულ კონფერენციაზე, რომელიც მაკმა დააორგანიზა. მაშინ ვიყავი მარტოხელა დედა, რომელიც ზრდიდა 2 მცირეწლოვან შვილს. არანაირი განათლება, არანაირი შემოსავალი არ მქონდა იმ დროისთვის და სრულად ვიყავი დამოკიდებული ოჯახზე. და ასევე მაქსიმალურს ვაკეთებდი ჩემი 3 წლის ნინიკოსთვის, რომელსაც აქვს დაუნის სინდრომი. იმ დროს არ ვიცოდი თუ აქ შევხვდები ჩემს რეგიონში არსებულ აქტიურ მოქალაქეებს და ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა. მაკის მხარდაჭერით ჩვენ გავიარეთ ორგანიზაციის გაძლიერების ტრენინგები და გვქონდა მუდმივი მენტორობა, რაც შემდგომში 2019 წელს დასრულდა ოდა ქიარის დაფუძნებით. ოდა ქიარი აწვდის ბავშვთა ადრეული განვითარების, რეაბილიტაციის, პერსონალური ასისტენტის და შიგმოვლის სერვისებს. ჩვენ ამით ავრჩერდებით და ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ სხვადასხვა სერვისები 18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა მხარდამჭერ სერვისებს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო იმ ხალხს, რომელმაც მოიფიქრა და განახორციელა ნესტუმრე მისი მოხალისეებით. მე დიდი ეხლა 91 წლის ხალი ვარ. რა თქმა უნდა, ვერსად ვერ დავდივარ, მაგ სამაგიეროდ ჩემთან მოდიან მოხალისეები, ისე მახალისებენ, ასე მგონია იმათი ტოლი ვარ მე. და როცა მე ასე ხანდახანდა არა ვარ ხასიათზე და ფიქრობ, ნეტავი ახლა მოვიდოდეს იგენი მეთქინ. და ისინი რომ მოვლიან, მაშინ ნახე თქვენ. მაშინ უკვე 18 წლის ხვდები და მშვენიერად გრძნობ თავს. და მე რომ მოვდიოდი ხოლმე, ასე მეგონა მე ვიყავი 91 და შენ ახალგაზრდა უკვე. ხნეთ, ყველა მოსვლაზე, ასეა ჩვენი საქმე. კერავდა, წერდა. ისეთ რაღაცებს მიყვებიან, ისეთ რაღაცებს, რომ ფიქრობ ახლა როიტყვენ რომელი სათეო მე გადავწევ. აქეთ რომ არ თქვან
იკრე გაჩერე რამდენჯერ იყო შემთხვევა ამის გაჩერება მინდოდა საათის რომ არ გეეგენ, მაგრამ ყველას ტელეფონი აქვს ჯიბეში და რაფერ რო დახედავენ წასვლის დროაო, მაშინ ტები უკვე. და ცოცხლები როცა მასგენი მოდიან. მე მქვია ნინო და ვარ 10 წლის მარიამის დედა. მარიამი ეტლით მოსარგებლეა. ერთ-ერთი რთული პერიოდი ჩვენი ცხოვრების მანძილზე იყო გადაწყვეტილების მიღება იმაზე, რომ ჩვენი პატარა პრინცესა გოგო ჩვეულებრივი საბავშვო ეტლიდან უნდა გადაგვეცვა სპეციალიზირებულ ეტლში. სადაც ვნახულობდით ეტლებს, ყველა იყო ან ძალიან საბაზისო, ან ძალიან დიდი, არაკომფორტული და ბავშვის საჭიროებებს სრულიად არ მორგებული ეტლები. მაგ ჯორჯიას ოფისშიც ესე შემთხვევით მივედით და სიმართლე გითხრათ, იგივე განწყობა მქონდა, სრულიად უიმედო. მეგონა აქაც რაღაცა მოუხერხებელს ნახავდით და უკან წამოვიდოდით. მაგრამ საბედნიეროდ აქ სრულიად სხვა სამყარო დაგვხვდა. პროფესიონალებიც სავსე გარემო, სადაც უმარტივესად ავარჩიეთ ბავშვისათვის მოსაწონი ეტლი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ოკუპაციურმა თერაპევტებმა ეს ეტლი მოარგეს მარიამს მაქსიმალურად. ოკუპაციურმა თერაპევტებმა მარიამთან ერთად პატარა ბურთულებით და ფერადი სტიკერებით მორთეს და იმდენად იხალისეს ერთად, რომ მარიამი ძალიან დიდი სიხარულით ჩაჯდა ამ ახალ ეტლში. მახსოვს, რომ გამოვედით ოფისიდან, მარიამამ თხოვა ფეხი წავსულიყავით სახლამდე. იმდენად არ უნდოდა დაშორებოდა მის ახალ ეტლს. დღის უდიდეს ნაწილს მარიამი ამ ეტლში ატარებს და მისი სიცოცხლის ხარისხისათვის, მისი ჯანმრთელობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეტლის ხარისხს. ჩვენ რო წერილი გავგზავნეთ. ხო. გახსოვს? იმაში ჩავდე კონვერტში და გავაგზავნე. ხო და გადაბრუნდება 50-ში. 50 წელი, 50 რა არის, არაფერი არ არის 50. და ნახავ მე რა დაწერე. ხო და ნახა. ნახავ მე რა დაწერე.